მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. ქოჩო სპორტინგმა შეიძინა და ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება, რასაც ესპანელი სპეციალისტი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. გიორგი ქოჩორაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მქონდა. მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერი უნდა იცოდეს, როგორც ლევანტეს თავკაც მინდა ყველა ჩემი ფეხბურთელი გუნდში დარჩეს, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან დიდი თევზი პატარა თევზს ხლაპავს. გიორგი შესანიშნავი ბიჭია, ბოლომდე თავდადებულია და სურს სეზონის დასკვნით ნაწილამდე ჩვენთან იყოს. მას პირადად გავესაუბრე, რათა გამეგო ფსიქოლოგიურად თავს როგორ გრძნობდა. ჩემი სურვილია ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლაში ბოლომდე იყოს ჩართული და დაწმუნებული ვარ ასე იქნება. ცნობისთვის ქოჩორაშვილის სპორტინგთან 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს და მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროდ ჩაიწერება. სპორტინგმა ლევანტეს 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა და ბონუსებით შესაძლოა კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 28 ტურში პარი სენ-ჟერმენმა შინანჟე 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა. ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელია სასტარტოში ათამაშა და ქართველი მატჩის გმირადად დასახელდა. ხუჩამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და 55 წუთზე მისი ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ დუემ ანგარეში გახსნა. მატჩის მიწურულს ხუჩას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ პესეჟს 4-შაბათს 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილას დაუპირისპირდება, ლუის ენრიკემ ხუჩა კვარაცხელიას შეუცვალა და თამაშა და არ დაასვენა. შეგახსენებთ, ხუჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს გუნდს ზამთარში შეუერთდა. ლიგა 1-ის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართულმა ვარსკვლავმა ტოპ 5 ლიგიდან უკვე 2 ჩემპიონატი მოიგო. 2022-23 წლების სეზონში ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. ახლა კი ლიგა 1-ს პესეჟთან ერთად. კვარა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგიდან 2 მოიგო. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, პარიზულმა გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონობა ისტორიაში მე-13-ად მოიპოვა. ლიგა 1-ის გამარჯვებული კი ზედიზედ მე-4-ად გახდა. მატჩის შემდგომ ხუჩამ და ლუის ენრიკემ მატჩი შეაფასეს და ჩემპიონობაზეც ისაუბრეს. კვარა, უზომოდ ბედნიერი ვარ. სწორედ ასეთი მომენტები ქმნის იმ გზას, რომელსაც საფეხბურთო კარიერა ჰქვია. პირველ რიგში გუნდის გამო მიხარია. მე აქ შუა სეზონში მოვედი. მათ კი თავიანთ ნაწილად მიმიღეს, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ. თამსამ გუნდის და ამ ოჯახის ნაწილად ვქნობ. ვიმეორებ, რომ ეს ტიტული დანარჩენი ტიტულების მოგების წინაპირობა იქნება. თამაშზე ბევრის თქმა არ სურს. ახლა მირჩევნია მომენტი დავტყვი და პირველი პარიზული თასით ვისიამოვნო. ფანებს დიდ მადლობას ვუხდი. მათი შექმნილი ატმოსფეროს გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია. ლუის ენრიკე. ფიქრობ, ეს მთელი სეზონის შედეგია. სეზონს რამდენიმე რთული მომენტები ახლდა. ახლა კომაგებს დიდი სიხარული ვაჩუქეთ. იღბლიანები ვართ, რომ პარკ დე პრენსზე ვთამაშობთ. გასული სეზონის შემდეგ პუბლიკამ კარგად გაიგო ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. გუნდურად ვთამაშობდით და ახლა ამის შედეგს ვხედავთ. დიდებული შესაძლებლობაა ისეთი გუნდის ყოლა, რომელსაც ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია. უმაღლესი ზონის ფეხბურთელები მყავს, რომლებიც ფეხბურთს თავს უძღვნიან. ჩვენ ვნახეთ კვარაცხელია, რომელმაც დღეს დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა. ასევე ვხედავთ მთელ გუნდს, რომელიც გუნდურად დაცვასა და შეტევაში ერთიანობას ავლენს. ჩვენი სურვილია 11 ფეხბურთელი თავს ვისავდეთ და შეტევაში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდეს. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით პარი სენ-ჟერმენმა მორიგი ლიგა 1-ის თასი აღმართა, რომელიც ხუჩასთვის პირველი გამოდგა. აქვე გვეტყვით იმასაც, რომ პარიზული გუნდი სატურნირო ბრძოლას კიდევ 2 ჩემპიონატზე აგრძელებს. ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა ვალენსიას უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც სამეფო კლუბის ფეხბურთელებს 8-ჯერ არ გაატანინა. მე-13 წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ბურთან ვინისიუსი მივიდა, რომლის დარტყმას ქართულმა კარის დარაჯმა მოიგერია. ზუსტად 2 წუთში დიახაბამ ანგარეში გახსნა და ღამურები დააწინაურა.
ამის შემდგომ სამეფო კლუბი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და გოლის გატანის კარგი შანსი კილიან მბაპეს ჰქონდა. ამ ეპიზოდში მხსნელად გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა, რომელმაც ეფექტური ნახტომით ფრანგი სუპერვარსკვლავის დარტყმა აიღო. მეორე ტაიმში მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა. 50-ე წუთზე ვინისიუსთან წონასწორობა აღადგინა, თუმცა აქ გიორგი უძლური იყო. ანგარიშის გათანაბრების შემდგომ ბლანკოსმა მთლიანად მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და ვალენსია მამარდაშვილის იმედად დარჩა, რომელმაც საოცარი ბურთები მოიგერია. მატჩის მიწურულს რუდიგერი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და მისი დარტყმას გააუნებყო. სრულიად ამსახურებულად ქართველი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლები მთლიანად შეტევაში იყვნენ გადასულები, რა დროსაც კონტრშეტევა გაეპარათ და ჰუგო დურომ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. შეხვედრის შემდგომ მამარდაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასა და საკუთარ ასპარეზობაზე ისაუბრა. მამარდა, ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ. სიტყვებით ამ ყველაფერს ვერ გადმოვცემ. ურთულესი მატჩი იყო. ასეთი შეხვედრის მოგება კი ორმაგად სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამარჯვებაში შენი წვლილი შენს შეტანილი გაქვს. მატჩის გმირობა? ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა მეკარის თამაშს საფეხბურთო ელიტა აფასებს. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოპოვებული სამი გოლა. რეალი დიდი გუნდია. მე მათ პატივს ვცემ. სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშს განსხვავებული ხიბლი აქვს. ეს ყველაფერი კი დამატებით მოტივაციასა და სტიმულს მაძლევს. კი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ახლა ჩვენი მდგომარეობა სატურნირო ცხრილს რთულია, მაგრამ თავს არ დავზოგავ საუკეთესო შედეგის მოსაპოვებლად. რთული პერიოდი ყველა ფეხბურთელს ჰქონდა, მათ შორის მეც. დღევანდელი მატჩი კი თვითრწმენის დაბრუნებისთვის საჭირო იყო. ახლა თავს კარგად ვგნობ. ხვდები, რომ ნელ-ნელა ისევ ძველ ფორმას ვიბრუნებ. მინდა ყველა გულშემატკივარს მივლოს ეს გამარჯვება და მინდა ვუთხრა, რომ ამ გუნდის მიმართ იმედები არასდროს დაკარგონ. გარდა მამარდასა შეხვედრა ვალენსიის მთავარმამწვრთნელმა შეაფასა. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, როგორც შედეგით, ისე ფეხბურთელების თამაშით. საკუთარ თავში გამოვნახეთ საჭირო ხასიათი და მენტალური სიძლიერე, რათა ყველა სირთულე დაგვეძლია. ეს უმნიშვნელოვანესი სამი გოლა. ეს იყო გამოცდა გაძლებასა და ძალისხმევაში. როდესაც რეალი ჩვენზე უკეთესი იყო, მამარდაშვილმა გვეხსნა. ის მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. რაც უფრო მეც ვუტევდით, მით უფრო ახლოს ვიყავით სასურველ შედეგთან. გულშემატკივრები ასეთ შედეგს იმსახურებდნენ. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მხურვალედ ხომაგობდნენ. ამიტომ ამ გამარჯვებას მათ უძღვი. გსურდა გვეთამაშა ისე, რომ მათ გუნდით ეამაყათ. მოსაგებად 4 მთავარი ფაქტორი იყო საჭირო: ხასიათი, მუდმივი ფოკუსირება, განძლეობა და საკუთარი ძლიერი მხარეების ჩვენება. მატჩის დასრულების შემდგომ მამარდას თამაში ესპანურმა გამოცემებმაც აქტიურად შეაფასეს და ქართველის მიმართ თქება არ დაიშურეს. გმირი მამარდაშვილი, ქართულმა მეკარემ ვინისიუს პენალტი აუღო და ბერნაბეუმ ბრაზილიელს დაუსტვინა. ეს გიორგიმ გამოიწვია. მან ჯუდ ბელინგამსაც შესანიშნავი ბურთი აუღო, თუმცა ამ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა აღმოჩნდა. მამარდაშვილის მოგერიება ვალვერდეს წინააღმდეგ კვირის სეივია. ურუგვაელი 6 მეტრიდან ურტყამდა. ახლა გიორგი ლალიგის მთავარი მოსამართლეა. სუპორტებორტე. დიახაბიმ და უგო დურომ ვალენსიას გამარჯვება მოუტანეს. რეალთან მატჩი, სადაც ღამურების დაცვამ და მამარდაშვილმა მაღალი დონე აჩვენეს. მე-11 წუთზე პენალტის ეპიზოდში ვინისიუსმა მამარდაშვილს ვერ აჯობა. 2 წუთში კი დიახაბიმ კარლოს კორბენინის გუნდი დააწინაურა. ბაპემ ქართველი მეკარის რეაქცია რამდენჯერმე გამოცადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს მამარდაშვილის დღე იყო. რეალმა ანგარიში გაათანაბრა და მეორე გოლის გატანაც სცადა, თუმცა ფედერიკო ვალვერდეს დარტყმის შემდგომ მამარდაშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოგერიება შემოგთავაზა. ქართველი მეკარე სულ უფრო მეტად ემსგავსება თავის შარშანდელ ვერსიას. კორბენარმა მოედანზე რაფამირი, უგო დურო, ფრან პერესი და პეპე ლუ შეიყვანა. რამაც მატჩის ბოლო წუთებზე ვალენსიას 3 გოლა მოუტანა. მირის პასის შემდგომ სამეფო გუნდის კარი სწორედ დურომა იყო. შეგახსენებთ, მამარდამ რეალთან მატჩი 8 სეივი დააგროვა, რომელთაგან ერთ-ერთი პენალტი იყო. ჯეოთიმის ინფორმაციით, პენალტის დარტყმამდე გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუს სანაცვლეო შესთავაზა. ვინც პენალტის შესრულების მომენტში გამარჯვებული იქნებოდა, წაგებულისგან 50 ევროს მიიღებდა. ვინისიუს ჯუნიორი გიორგი მამარდაშვილს წინადადებაზე დათანხმდა. თამაშის შემდეგ გადახდით, თუმცა ბრაზილიელმა ქართულ მეკარეს 50 ევრო არ მისცა. ჩემპიონშიპის მე-40 ტურში უოტფორდი, რომლის ღირსებაცაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, ბრისტოლ სიტის ესტუმრა და 1-2 დაამარცხა. მატჩის პირველი გოლი 24 წუთზე გავიდა. თავი როსმა გამოიჩინა.
უკვე 5 წუთში მარკის პასის შემდგომ მასპინძელთა უპირატესობა 2-მდე ნაკი ვილიამსმა გაზარდა. მეოთხე წუთზე ლუზას პასის შემდგომ მამადუ დუმბიამ ანგარიშის სხვაობაში ამცირა, თუმცა მატჩის გადარჩენა უნავრებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტადეს, ტომ ქელევერი მატჩის წინ განაცხადა, რომ ქართულ ნახევარმცველს ფეხის თითი აწუხებს, რის გამოც ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა და თამაში მე-60 წუთზე ჩაერთო. ქართულმა ფეხბურთელმა სოფასკორისგან 6.5 შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 17 შეხება ბურთთან, 13-დან 11 ზუსტი პასი, 1 კარში დარტყმა, 1 წაგებული ორთაბრძოლა, დრიბლინგის 1 წარუმატებელი მსვლელობა და 4 დაკარგული ბურთი. 40 მატჩის შემდგომ უოტფორდს 53 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩაკვეს გუნდი ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილს მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს უოტფორდი 8 აპრილს შინ ჰალ სიტის წინააღმდეგ გამართავს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.